ადამიანები იმეორებენ თავიანთ დატვირთულ ყოველდღიურ რუტინას, ჯამას და ძილს. ისინი მთელი ცხოვრება შრომობენ სიმდიდრის, ან პატივისა და ძალაუფლების მოსაპოვებლად, ან უბრალოდ საარსებო წყაროს მოსაპოვებლად. თუმცა საბოლოოდ ყველანი იღუპებიან. სხეულის სიკვდილზე უფრო საშიში კი მის შემდეგ განკითხვა. და როგორც ადამიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი და მერე განკითხვა. ისევე, როგორც კრიმინალური საქმიანობა აღირიცხება ვიდეო თვალთვალის კამერებზე, ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ ამ დედამიწაზე, აღირიცხება ცის წიგნებში. განკითხულ იქნენ მკვდრები წიგნებში ნაწერიდან, მათი საქმეების სამეფ. დამნაშავეა თუ არა ბრალდებული და რა სასჯელი მიესაჯება მას, განისაზღვრება ამ ქვეყნიური კანონების მიხედვით. ასევე სიკვდილის შემდეგ ადამიანის სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში მოხვედრა ბიბლიის მიხედვით განისაზღვრება. თითოეული განკითხული იქნა მისი საქმეების სამეფ. სიკვდილი და ჯოჯოხეთი ჩაყრილი იქნენ ცეცხლის ტბაში. ეს არის მეორე სიკვდილი, ცეცხლის ტბა. ბიბლია ამბობს, რომ არსებობენ განსაკუთრებული ადამიანები, რომლებიც დამნაშავედ არ განიკითხებიან. ნეტარი და წმიდა ის, ვისაც აქვს წილი პირველ აღდგომაში. მასზე ხელმწიფება არ აქვს მეორე სიკვდილს. რა უნდა გავაკეთოთ, რომ პირველ აღდგომაში მივიღოთ მონაწილეობა, რათა თავიდან ავიცილოთ განკითხვა და დასჯათ ცეცხლის ტბაში ჯოჯოხეთში? ბიბლიაში ღმერთი ნათლად გვიჩვენებს, როგორ მივიღოთ მონაწილეობა პირველ აღდგომაში. ჩემი ხორცის მჭამას და ჩემი სისხლის შემსმელს საუკუნო სიცოცხლე აქვს. და მე მას აღვადგენ უკანასკნელ დღეს. პირველ აღდგომაში მონაწილეობის მისაღებად ჩვენ უნდა ვჭამოთ იესოს ხორცი და დავლიოთ მისი სისხლი. მაშ, როგორ შეგვიძლია ვჭამოთ იესოს ხორცი და დავლიოთ მისი სისხლი? აიღეთ, ჭამეთ, ეს ჩემი სხეულია. ყველამ შესვით აქედან. ვინაიდან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღურილი ცოდვათა მისატევებლად. ახალი აღთქმის პასექის აღნიშვნით, ჩვენ ვჭამთ იესოს ხორცს და ვსვამთ მის სისხლს და ვღებულობთ ყველა ჩვენი ცოდვის მიტევებას. რადგან ჩვენი ცოდვები მოგვეტევა, შეგვიძლია პირველ აღდგომაში მივიღოთ მონაწილეობა. ყველა მიწიერი რამ, რასაც ადამიანები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. უსარგებლოა ღვთისმსჯავროს წინაშე სიკვდილის შემდეგ. თუმცა ძვირფასია პირველ აღდგომაში მონაწილეობა იესოს მიერ თავისი ხორცითა და სისხლით დამყარებული ახალი აღთქმის პასექის აღსრულებით. ეს იმიტომ, რომ მხოლოდ მათ, ვინც პირველ აღდგომაში მონაწილეობს, შეუძლიათ ჯოჯოხეთის სასჯელის თავიდან აცილება. ყველამ აუნიშნოთ ახალი აღთქმის პასექი, რათა გქონდეს მარადიული სიცოცხლე და ვიცხოვროთ დიდებაში მარადიულად სათა სასუფეველში.